ეს განვაგრძობთ იმედი ლაივის ახლა სერგო ვარდოსანიძე შემოგვიერთება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი იმედი ლაივის პირდაპირ ეთერში ბატონ სერგო მოგესალმებით მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ ვეცადოთ რაღაცნაირად რომ შევაფასოთ მთელი ეს ეპოქა ნახევარსაუკუნოვანი ეპოქა რომელიც საქართველომ გაატარა ილია მეორესთან ერთად აი თქვენ როგორც მეცნიერი ისტორიკოსი როგორ შეაფასებთ მთელ ამ პერიოდს პირველ ყოვლისა კიდევ ერთხელ უნდა გამოვხატოთ ჩემი გულის ტკივილი სამძიმარი მთელი საქართველოს მოსახლეობის მიმართ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ილია მეორის გარდაცვალების გამო. ბუნებრივია ჩვენ ახლა მაინც ემოციური განწყობა გვაქვს და რაც უფრო დრო გავა მით უფრო სერიოზულად მოხერხდება ამ დიდი საეკლესიო მოღვაწის ღვაწლის წარმოჩენა. 50 წელი თითქმის რაც საჭეთპრობელია იყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისა და ერთ მომენტზე მინდა ყურადღება გავამახვილო პატრიარქი გახლავთ აი უკანასკნელი მოხიკანი იმ დიდი საეკლესიო მოღვაწეების ასე რომ ვთქვათ გზის გამგზელებელი როგორიც იყო კირიონი, ლეონიდი, ამბროსი და ასე შემდეგ. რატომ? აი პატრიარქი ბავშვობაში მონათლა კირიონ კათალიკოსის თანაშემწემ და პირადმა მდივანმა არქიმანდრიტმა ტარასი კანდელაკმა, რომელიც შემდგომ ეპისკოპოსიც იყო. აქედან მოყოლებული ყველა იმ პატრიარქის ასე რომ ვთქვათ სულისკვეთება და განწყობა თითქოს გადმოვიდა ამ კაცში და ის თავის თავში აერთიანებდა სწორედ იმ ძველი თაობის პატრიარქებს და ძალიან ბევრი რამ იცოდა მათზე და ამავე დროს იმ ურთულეს ეპოქასაც იცნობდა შესანიშნავად, როდესაც მას მოუწია ჯერ როგორც შემოქმედელ ეპისკოპოსად 1963 წლიდან ხოლო 1977 წლიდან 59 წლის მანძილზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად მოღვაწეობა. დიახ, ბატონ სერგო, ძალიან მრავალმხრივი იყო მისი მოღვაწეობა და ბევრ სხვადასხვა მიმართულებაზე ზრუნავდა, მაგრამ განსაკუთრებული იყო განათლების სფეროს მიმართ მისი დამოკიდებულება. ზოგადად წიგნიერება, ახალგაზრდების გათვითცნობიერება, სხვადასხვა მიმართულებით ამას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა, როგორც ვიცით და მოდით აი ამ მიმართულებით მოგვიყევით, რას მიიჩნევთ მის განსაკუთრებულ დამსახურებად. რა კი განათლებაზე გააკეთეთ თქვენ აქცენტი და კითხვა გაქვთ ასეთი გიპასუხებთ. საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ 1963 წლამდე არ ჰქონდა არც ერთი სასწავლებელი. აი სადაც ღვთისმსახურებს მოამზადებდნენ და 1963 წელს დიდი ძალისხმევის შემდეგ უწმინდესი კათალიკოს პატრიარქ ეფრემის ლოცვა-კურთხევით როგორც იქნა მოხერხდა მცხეთაში სამთავროს მონასტერთან სამოძღვრო კურსების გახსნა და ამ სამოძღვრო კურსების დირექტორად დაინიშნა ახალგაზრდა შემოქმედელი ეპისკოპოსი ილია შიოლაშვილი, რომელმაც 2 წელიწადში იმდენი იმუშავა, რომ ეს სამოძღვრო კურსები სასულიერო სემინარიად გადააკეთა, მაგრამ სასულიერო სემინარია არ იყო საკმარისი, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ურთულეს ეპოქას, ეს მაინც იყო ღვთისწყალობა. პატრიარქი, ანუ მაშინ შემოქმედელი ეპისკოპოსი, ხოლო შემდეგ ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი 1972 წლამდე გახლდათ ამ სასულიერო სემინარიის რექტორი. ხოლო როდესაც იგი პატრიარქი გახდა, მისი უმთავრესი საფიქრალი იყო, რომ გახსნილიყო უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი, სასულიერო აკადემია და როგორც მისი უწმინდესობა ხშირად ახსენებდა ხოლმე, იხსენებდა ამ ფაქტს, როდესაც ის ხელისუფლებას მიმართავდა, საერო ხელისუფლებას რომ მიიღო ნებართვა ასეთი ტიპის სასწავლებლის გახსნაზე, ხშირად ისინი მეუბნებოდნენ, არ მალავდნენო, რომ
რა დროს ამ აკადემიის გახსნაზეა საუბარი, როდესაც ჩვენ ათეიზმს გადაგებთ და ეკლესია კი ამ დროს მოითხოვს სასულიერო აკადემიის გახსნას და მე მეუბნებოდნენ ზოგიერთი რომ ეს ჩვენი პატრიარქიო რაღაც სადღაც სხვა სამყაროში ალბათ ეპოქის სულისკვეთებას ვერ აგზნობს. ახლა ვინ გაახსნებინებს მას სასულიერო აკადემიას, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე კარგად იზგრძნობდა ამ სულისკვეთებას. დიახ, 1988 წელს გაიხსნა 14 ოქტომბერს თბილისში სასულიერო აკადემია და მცხეთის სასულიერო სემინარიაც აქ გადმოვიდა და აი უკვე დაიწყო ფუნქციონირება პირველმა უმაღლესმა სასულიერო სასწავლებელმა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში. ამას მოყვა შემდეგ 95 წელს გელათის სასულიერო აკადემიის აღდგენა იმ აკადემიისა, რომელიც თავის დროზე დავით აღმაშენებელმა დააფუძნა და 1995 წელსვე გელათის მეცნიერებათა აკადემიის დაფუძნება. ამის პარალელურად საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით ბათუმში, გორში, ახალციხეში, ასევე ნეკრესის ეპარქიაში, ყვარელში გახსნა სასულიერო სემინარიები, გაიხსნა უამრავი სასულიერო გიმნაზიები და ასევე უმაღლესი საერო სასწავლებელი საპატრიარქოს ეგიდით. ასეთია აბუსერძე ტბელის სახელობის ხიჭაურის უნივერსიტეტი აჭარაში, თბილისში ანდრია პირველწოდებული სახელობის ქართული უნივერსიტეტი, რომლის რექტორი ვიყავი მე 2011-2021 წლებში. ასევე ძალიან გხოთ გვიანბოთ თქვენი შეხვედრის შესახებ, როგორც ვიცით, მან შემოგთავაზეთ სწორედ ამ თანამდებობის დაკავება, აი როგორ შედგა ეს თანამშრომლობა. მე პირველად მის უწმინდესობასთან აი ამ თვალსაზრისით 88 წელს მიმიწვია მან სასულიერო აკადემიაში საქართველოს ისტორიის ლექტორად და მე წარმადგინა მაშინ დავით შიოლაშვილმა ახლანდელმა ბათუმ შემოქმედებელმა მიტროპოლიტმა ერთგვარად რეკომენდაცია გამიწია, თუმცა პატრიარქი მიცნობდა უკვე 78 წლიდან და ცოტა ესე უხერხულად ვძნობდი თავს ძველ საპატრიარქოში იყო ეს შეხვედრა, რომ თქვენ უწმინდესობა მე არა მაქვს არანაირი გამოცდილება და აბა როგორ უნდა დავიწყო, რა უნდა გავაკეთო თქო და შემომხედა და მითხრა რომ გამოცდილება საიდან გექნება თუ არ დაიწყე. აი ქალბატონი მარიამ ლორთქიფანიძეს ყავს, იმასთან ერთად გამოცდილება შეიძენ და ასე დაიწყე სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში საქმიანობა. 93 წელს პირველი კათედრა გაიხსნა აკადემიაში და ეს პირველი კათედრა იყო საქართველოს ისტორიის კათედრა და იმ კათედრის გამგედ დავინიშნე და იქიდან მოყოლებული დღემდე ვარ უწყვეტად ამ კათედრის გამგედა. თავისთავად ცხადია უწმინდესთან როგორც კათედრის გამგეს მიხდებოდა შეხვედრების სასულიერო აკადემიაში და შემდეგ გადაწყდა, როდესაც ანდრია პირველწოდებული სახელობის ქართული უნივერსიტეტი დაფუძნდა, იქ რამდენიმე რექტორი იყო ჩემამდე, რომელთაც ძალიან ბევრი რამ გააკეთეს, მაგრამ შემდეგ გადაწყდა, რომ დავენიშნე 2010 წელს, უნდა მეთქვა 11 წელი 2010 წლის ნოემბერი იყო და აქედან ვიმუშავე 2021 წლამდე და ძალიან ხშირად გქონდა შეხვედრები მის უწმინდესობასთან და მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ უწმინდესი არასოდეს აი ამ უნივერსიტეტის შიდა საქმეში არ ჩარეულა და იყო ერთი ასეთი შემთხვევა, რომ რამდენიმე ჩაჭრილმა აბიტურიენტმა ეროვნულ გამოცდებზე რომ მიიღეს სათანადო ქულები, მიმართეს პატრიარქს, რომ აი ჩაგვირიცხეთ თქვენ უნივერსიტეტში და პატრიარქმა შეპირდა მათ, რომ აუცილებლად ჩარიცხავდა, ახლა რომ მივიდნენ, ტიროდნენ, მშობლები იყო ერთი ამბავი და ჩავედი მე და უთხარი თქვენ უწმინდესობა ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი ვართ და რაც საერო სასწავლებლებს აქვთ პრინციპი, ჩვენც უნდა დავიცვათ თუ არა, სხვა შემთხვევაში აკრედიტაციას გავგვიუქმებენ და ჩვენი დიპლომი არ იქნება აღიარებული. საინტერესოა რა იყო პასუხი. რექტორი თქვენ ხართ და როგორც გადაწყვეტ თქვენ ისე იქნება. ძალიან საინტერესოა. ჩვენ ცოტა დრო გრჩება, ბატონო სერგო, თქვენ როგორც მეცნიერი ისტორიკოსი, როგორ ფიქრობთ, რა იქნება ნაბიჯები, რომელსაც არასოდეს ისტორია არ დაივიწყებს, რომელიც გადადგა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილიამ მეორე? პირველი
მე 76 წლიდან სიონის საკათედრო ტაძარში დავდიოდი და მრევლი არ ყავდა, არც სიონს და არც სხვა ეკლესიებს და თუ იყო ეს იყო ასაკოვანი ადამიანები ძირითადად, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე ან მიცვალებულთა პანაშვიდების დროს მიდიოდნენ. პატრიარქმა ხელოვნური გაუცხოების კედელი, რომელიც შექმნა ათეისტურმა ხელისუფლებამ დაანგრია, მივიდა ხალხთან და ხალხი მიიყვანა ეკლესიაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეპარქიები მხოლოდ ფიქტიურად არსებობდა და ეპარქიები აღორძინა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დღესდღეობით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებში ყველა ეპარქია მოქმედია. 6 მღვდელმთავარი ყავდა, 50 მოქმედი ეკლესია, 70 სასულიერო პირით. დღეს არის 39 მოქმედი მღვდელმთავარი, ეპარქიები უფრო მეტი კიდევ, 3000-ზე მეტი სასულიერო პირი და 2400-ზე მეტი მოქმედი ეკლესია და მონასტერი. ეს მისი უწმინდესობის დამსახურებაა. შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1917 წელს მარტში აღიდგინა ავტოკეფალია, რომელიც რუსეთის ეკლესიისაგან და ხელისუფლებისაგან იყო მიტაცებული, მაგრამ მას არ აღიარებდა, არ ცნობდა მართლმადიდებელ ეკლესიათა უმრავლესობა. 1990 წლის 4 მარტს კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა ყოლადუწმინდესმა დიმიტრიოსმა 15 წლიანი მოლაპარაკების შედეგად საბოლოოდ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია და საპატრიარქო პატივი საქართველოს ეკლესიის საჭეთპრობლისა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სვეტიცხოველს დაუბრუნა თავის ისტორიული მისია. სვეტიცხოველში მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაიწყო მღვდელმთავრების კურთხევა, მირონის მომზადება. ეს მანამდე აღარ იყო. 1917 წლიდან მირონი მომზადდა 17 წელს, 20 წელს, 57 წელს, 63 წელს ყველა თბილისში. აი 80 წელს პირველად მირონი მომზადდა უკვე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში და პირველი მღვდელმთავრები მისმა უწმინდესობამ თბილისში აკურთხა, ხოლო მეორე, მესამე, მეოთხე უკვე აი 78 წლის თებერვლიდან უკვე სვეტიცხოველში დაიწყო მღვდელმთავრების. დიდი მადლობა ბატონ სერგო. საქართველოს ერთ სიტყვი კიდევ კონსტიტუციური შეთანხმება, რომელიც 2002 წელს მოეწერა ხელი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, ეს არის გარანტი იმისა, რომ ეკლესიის განსაკუთრებული როლი აღიარა სახელმწიფომ და ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, რომელი პოლიტიკური ძალაც კონსტიტუციური შეთანხმების პრინციპები უნდა დაიცვას და ეკლესიასთან ურთიერთობა ვინმე სიმპათია ანტიპათიაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ვარდო.